მოგესალმებით მეგობრებო, ჩემო მონადირეებო, იარაღის მოყვარულებო. კიდევ ერთხელ იარაღი ჩვენი უფლება. მინდა წარმოგიდგინოთ იარაღის კომპენსატორები, ჩამოგვივიდა ორი ვარიანტის. თავისი გადამყვანიც მოყვება იმის მიხედვით თუ ნულაზე როგორი ხრახნის ჭრა აქვს. მე დეტალურად განახებთ და პოსტში დავწერ დეტალურ ინფორმაციას, ეხლა ბევრ თავს არ შეგაწყენთ. ერთი არის ესეთი. მე მგონი ჩანს. თავისი ფიქსატორებიც მოყვება გვერდებზე, მე განახებთ ლულაზე როგორ ადამაგრებული. ამის ხრახნის ჭრა ლულაზე არის 1/2-28-ზე სტანდარტული, რაც ყველაზე მეტად გავრცელებული არის. და იგივე აქაც, 9-19-ზე არის ეს კათვლილი. თავისი ფიქსატორი რგოლებით, ჩაიბებით, როგორც არის ქართულად. მეორე მოდელი არის ესეთი. ეს ჩემსაზე დავაყენე, ამაზეც ლულის ხრახნის ჭრა არის 1/2-28-ზე. ბევრი იარაღს, ეხლა თურქული იარაღებს მაგალითად ცოტა განსხვავებული ხრახნის ჭრა აქვს. M13.1 LH, ანუ მარცხენა მხარეს ეჭირება უკუღმა, არ ვიცი რატო აკეთებენ ამას, ვერ ხვდები. სიმართლე გითხრათ. და არის მაგისთვის კიდე გადამყვანი ეს. ეს არის 1/2-28-ზე და შიგნით კიდე შიდა ხრახნის ჭრა აქვს M13.1. განახებთ იარაღს როგორ გამოიყურება, ცოტა ამ ჩემ კანიკზე, კანიკ მეტე მაქვს Pro 919. ცოტა პინოკიოს კი დაემსგავსა, მაგრამ რეალურად მუშაობს რა. უკუცემაზეც მუშაობს და იარაღის, ესე ახტომაზეც მუშაობს, საკმაოდ არეგულირა. უფრო მსუბუქი არის სროლა და დასამიზნებლადაც უფრო მარტივი არის. ცოტა დაუგზელდა ცხვირი, მაგრამ სტანდარტულ ვარიანტში ეს არის გადამყვანი. გადამყვანი აქვს დამაგრებული, რადგანაც ამ ლულას აქვს ხრახნის ჭრა M13.1. ეს რაღაც განსხვავებული, ჩემი აზრით უაზრობა. გაეკეთებინათ ჩაულებთ 1/2-28-ზე, რაც არის სტანდარტულად და გავრცელებული საკმაოდ. რეალურად ეს რო არ კონდეს ეხა ეს კომპენსატორი, წარმოიდგინეთ, იდგებოდა აი აქ. და პრინციპში მგონია რომ უფრო სიმპათიური და ლამაზი იქნებოდა. თან მუშაობს. თან კარგია. აი. Sanik მეტე SFT, ანუ